თქო კიდე უკან მოყვება ის კაცი და რა გავაკეთო? ეშინია უკვე ძალიან. გოგო რა გამოველაპარაკოთ იქნებინა ცნობია. მიხედავები რა უნდა გამოველაპარაკოთ, ტიპი 10 წუთია მოყვება უკან. იქ უყავს და სადაც ჩვენ. სადმე ხარ შევიდით? აუ ციტაკის სპრეი მაინც წამომე ხო? ხო იცით ხლებ რო შევაწყო ქროშოს ხუბის დროს თვალებში ძალიან ეწვა. რა დროს ოქროშვილია მიხედავები? მოვიფიქრე, შენ ხო გაქვს Save-ს აპლიკაცია, გახსენი მიდი დროზე. დააჭირე სოზღილებს და ეგრევე დედაშენს გაიგზავნება შენი ლოკაცია, მოვარდება მანქანით. აუ ბაზარია რა. აკონტროლში არ გამოჩდეს ეგ კაცი. ეგა გავაკეთე. აუ მაშინ ეს სამაჭი ხაყავამ და შეშმერთრულად რამე საშინელება არ დამართოს. Jaune დაგმართოს. ჩავიფსა. აუ ძალიან მაგარი ვიდეოს გადაგიღებდი. აუ ის კაცი მოდის. აუ მოვიფიქრე, ვითომ ტურისტები ვარ და ქართული არ გვესმის. იმ დროს რო დავილაპარაკები დროს გავწილავთ. გამარჯობა გოგოებო, რატო დადიხართ ამაღა მარტო, თუ არ გეშინიათ? We are tourists და თავი დაგვანებია. საღოლ ძალიან მაგარი ხარ. აუ ძალიან მევასება გოგო რო პასრობს ინგლისურად. იცი რამე კიდე? კი, ციკლი სამართვა სადაც საჭიროა. და თუ არ გინდა გოგლი მოგლი გავაკეთო, ახლა ვეკიდან დაახვიე. ძიმი არტილერიაც მოვიდა. აქ ვართ მარინა დეიდა. სადგარბი ხარ თო? ჩმური ეს. ოქროშოლიცა კაი სადღაც მოლში ისტორიიდო წეღან. კაი თუ შეგხვდა ვითომ საყიდლებზე გამოვედით. რა ვითომ? აუ ახლა წუხილად გამომიყვანე, მიგაკლობიცოდე. რა ტყუილა დღეს გავიშინჯო და ზომებს შევიწერ. მე გამოვალ 28-ში ფაზაკლებით ვიყიდე შავპარასკევს. უბრალოდ გასახდელი სირგებში რო აღავდიკე ხო იცი რა საგიჟეთია ხოლმე. აუ ეგ ძალიან ჭკვიანურია ისე. წამოსულიყო კალბოტონიკოც რა მოუვიდო და ტიპი არის ბოლო დონეზე გაზარმაცებული ატყობ ხო? კიდე ძალიან ორებს მიშლის უკვე. გუშინ წერდა ციოკი აუტეხე. ძალიან შეიცვალა გიოსთან დაშორების მერე. უბრა მე ხო არა ჭამა იმ ლაშა. კაი ლაშას რა უნდა იჭმია, ხა და თვითონ საჭმლის ფული არ ქონდა ტიპს. აუ ის უნდა მოხდა იმახსოვრე წეღან ეგ უნდა უკიდო ინგას 28-ში ფაზდაკლებით. ახალი ტიპის ბარათი ეგრევე 30% ეგეშბექს დავიბრუნებ. მე ხარცეს ვაჩუქებ. აუ ეგ ახალი ტიპის ბარათი მეცნაა, ვიღოთ ან უფასო ყოფილა. აუ რომელი ინფლუენსერს ედო? იშოპინგე შავპარასკევს და შეიძინე მეტი ვიდრე სხვა დრო და კიდე უფრო მეტიცო. ტრიპაჩაპენ ხოლმე. ხო იმიტომ ვარ დაზურვაზე გამოსული. ეხლა მე მოვარდები 28-ში. ასლა რენგეშბექსაც დავიწყებ და რიგებში აღარ ვიდგები სალაროსთან. აუ უქროშვილი კოიჭიდა. თქვენ საკ ყოფილ ხართ შოპინგავთ? თუ ისევ ზომებს იღებ ანასტასია, მე ფასაკლებით იყიდო. კაი არ მაქვს ამდენი დრო უნდა გავიდე. მოსუყურით. რამდენი პარკი იჭირა ნახე, რა იყიდა ამდენი. აუ ამან უეჭველი ვიღაცა ფულიანი გაჩიდა. ლელა როგორ ახარ გოგო, მომჯობინდი ცოტა? ცეთა როგორი მშრალი ხვალა დაგიტოვა. არა ვირუსები ამოდებული და. იქნება მომჯობინდე ახლა კვირის ბოლომდე და გამომყვებ თბილისის ციგნის დღეებზე წერეთელზე ხო შემპირდი. აი ახლა უწევს კაცო უკვე 14-16 ნოემბერიო. ხო ფაზაკლებებია და. 15-ში ჩვენ კბილზე ვარ ჩაწერილები და. კბილზე ახლა ჩაწერილი გადაგწერე შემდეგ კვირაში, ახლა ვერ წავალთ ჯერ. მткиვა ეს კბილი და როდემდე ვსვახლა ეს წამლები. ვერ წავალთ კაცო, ფული აღარა მაქვს მეტი, ხომ უნდა ვიყიდო წიგნები, არა ყოველთვის კი არ იქნება ესეთი ფაზაკლებები კაცო. გოგო, ინტელექტის გამომცემლობამ გამოუშვა ის, მე რომ მიყვარს. მარკესის პოლკოვნიკს არავიწერს, ოღონდ ილუსტრირებული ვარიანტი. ხო, ეგ უნდა ვიყიდო თეას თარგმანია. დი, ჩვენმა მეზობელმა თიამ თარგმნა? რა ჩვენმა მეზობელმა თიამ, ბიჭო, გვასალია. ვერ არის ეს რა. მისმინე ლელა, შენ თუ მაინც ვერ მოახერხო წამოსვლა. ინტელექტმა თქვა, რომ საფესტივალო ფასებში გვექნება ჩვენ საიტზე ყველაფერი, ვინც მოსვლას ვერ მოახერხებსო. ხო და გამოწერ მანდედან. არანაირი პრობლემა არ არის, მაგათი საიტი ჩაიწერე intellecti.g. intellecti k. ხო, წერტილი.g. ანუ მაინც ვერ წავალ კბილზე. ხო გახსოვს რა თქვა ექი მაგრამ არ არის წასული კარიერა. კარიერა არა ჯერ ეგეთი კარიერს. ესე იგი, უნდა მაჩხუბო შენ და ვეღარ წავალ მეთქი ხო ველაპარაკები ადამიანს და არ მაცლი ესე იგი ლაპარაკი. ლელა, ნახე ქორწილის ფოტოები. შლაპი კარალიოკი მაგ ნაყიდი. ესე იგი, რა მოაყვანინე სამშვილიანი გოგო ცვლად მე არ ვიცი რა. რამე ხო არა ჭამე მეთქი მაგას ვფიქრობ. ეგრე მგონია მეც. ვირისტვინი, ლაპარაკობ ტელეფონზე მე მგონი. გოგო ლიანა იყო მაგათ ქორწილში და თურმე ხალხის უდამშეული წასულა ქორწილიდან იმდენად არაფერი არ იჭმეოდა თურმე რაღაცა გაყიდული ბლინჩიკები ეყარათ მე მგონი მაგით ასე. რა ბლინჩიკები გოგო ვარაჩოლებრივი ჩახაკული გავაკეთე დილით. აყვა ახლა ესეც კუდი არავითარი ბლინჩიკები ხან რა ვერ მომიშალოთ.
აი გადუხდა წყალი. ლელა დამელოდე 2 წუთი რა გეხვეწები. გეხვეწები ვიყიდოთ რა ბლენში. გამომეცალე ამ ფეხებში ნომერები და. მინდა. არა მე ნუ მაჭრე ხოლმე ეგრე. როგორ ხარ ხო ისმის ტელეფონში ყველაფერი გაუჩინო. ლელა, გოგო, კარზია ვიღაცა, ზარს რეკავს ხო და დაგირეკა 2 წუთში რა. კაი. შენ თوار მიგაციყვდილო მაგის გამ. დე ნახე რა ვიპოვე, ჟურნალია და აწერია სოფლის არქივი რა არის. მაჩვენ ერთი წამი. ვაიმე, ეს იცი რა არის? ეს ადრე გამოუშვეს მათ გაზეთად. ჩვენი სოფლის მაცხოვრებლებზეა. სულ წერია ვინ ვიცი შვილია, ასე ოჯახებად. დედა. ხადო, ბაბა ვინები არიან? ჩვენ წერივართ. რა ვიცი, მე კი უნდა ვეწერო წეს ჯორინელია ეს. მოიცადე ეს ვინ არის? ბესარიონ მანჯავიძე, ცოლი ნუნუ ერგემლიძე. დედა შვილი ნიკოლაძე რატოვა? რა არის ოჯახი? გვერდზე ნახე, გაიოზ ურთხმელიძე. ჯერ გაიოზი რა სახელი და ურთხმელიძე რო იყო, თავსაც მოვიკლავდი. ვაიმე, მაგათმა მართლა თავი მოიკლა. არ მიგვირს. დე ეს კაცი ვიტალი თოხაძე. რატო წერია გამოქებულად შუაში? მაღლასხვები დაბლასხვები. აიმე, მაჩვენე. ვიტალი, ეს ჩვენი მეზობელი, ეს კაცი იყო მესაფლავე სოფელში. აი ამის მაღლა ვინც წერია, სვამით დასაფლავებულია სულ ყველა. ხო, თვითონაც გარდაიცვალა მერე და შვილები კი არ ყოლია საწყალს. ერთი ცოლი ყავდა და ისიც ადრევე მოუკვდა, ეზოში დაასაფლავა სხვათა შორის. აუ ვიტალიძე რაღაც ეწყებოდა ხოლმე მზიაბებო, ოღონდ აღარ მახსოვს რას. რას და ვეგენი ცხოვრობდნენ კაცო ჩვენ გვერდზე. ხო და ჯერესოლი დაასაფლავა ეზოში და მე თვითონაც რო გარდაიცვალა აი კაცი, აღარ დარჩა არავინ ახლა მე მკვიდრი და მამაჩემა მერე გამოისყიდა მაგათი ეზო და შემოვიერთეთ ჩვენ. მზიაბებო მე მაქალის საფლავზე დარგო ვატნის ხე. ატამი ეზოში რო გვაქვს. მკვდარზე ამოსულა და მჭამდი დელი ბავშვობა. ჭამდი და მაგათმით გავაკეთე წელსაც გამბოსტი. აბა რა ღირდა ატამი ბაზარში იცი, ცეცხლი ეკიდა. ხომ მიწოვი კიდე ცეცხლს. დე აქ წერია ენგური ნიკოლაძე და ეს ჩვენი მეზობელი ენგური ბაბუა? ხო, ენგურიძია ჩვენთან რო იყო თამა და რო ვიკეიბეთ, ხო გახსოვს. ენგურის ყავდა ძმა, რიონი. მამა მაგათი იყო მეთევზე კაცი, ხო, ცნობილი ისეთი, მაგრამ ცოტა უფანტაზიო. რაღა უფანტაზიო, მაინც და მაინც ხაშაყი და კალმახინო დაერქმია შვილებისთვის. უშატა მიმართა საფლავზეა ამოსული. ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო, რეები მოგვივა. 13 ლარი და კიდე 70 თეთრი. მეც მაგ 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაქვს, დედა ჩემის ორი ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედა მისმა. არასდროს არ სადარუშვებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. უცოტნეს არ ვავიდეთ საკეიფოთ, მაგრამ დედამისი გამოვყურის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები. ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცული 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აი 2 ცალი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. აუ ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე თან მიყვარს. ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედაჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ეგ ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. ვაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? ვაიმე. ომარიკო, შეხედე შენ კორპუსთან სასტრაფო მივიდა. ო ისე ვალერიძია გახდებოდა ცუდად. ხო. ისე გამოვწერდები ხოლმე ამ ბოლო დროს, რა ვიცი გამომეპიტა მე მგონი ტვინი უკვე და ეგ არის. კაი და შეძი გოგო რა დრო შენი პიეთვა. სულ გაგიჟდა ეს და შენი ანასტასია. თავის ცეცხლებს ეხა თუ რასაც ყოფს და უნდა გაგათახსოვს ყველაფერი ძალიან. უიკვირზე როდის ვარ მე ჩაწერილი? კბილზე? და აღარ მახსოვს. აი ხო ვამბობ გოგო, აი არ ვიცი უჯრედი კუდება თუ რა ხდება, აღარ ვიცი, სულ დამეკარგა მეხსიერება რა. მომაწოდე მანდლია გეხოცები შენ უკანი ბლოკნოტი როდევს. ხო, მაგაში ვიწერ ხოლმე გოგო, თუ სადმე ვარ წასასვლელ წამოსასვლელი. უი და კაი მოფიქრება ეს. მეც კი გადამწოჯინდება ხოლმე რაღაცები და უნდა ჩამოვწერო. მარიკო, მოხვედი? გეუბნები გოგო გამოვჭერჭეთი სულ. კბილზე ხარ შენ ჩაწერილი 4 შაბათს 3-ზე. ხო. ეს კვირას ნაცვლობა რატომ იწერია?
და ვის ნათლობაში მივდივ? Დაიმე მე თვითონ ვარ აქ, ნათლია. დედა, ვიზას ბიჭი შეეძინა გოგო მეხლა. ხო 41 წლის არის, ისა სიბერეში შეეძინა. Πაშაყირებდი სადაც შეგეძინა მეთქი შვილი, ბიძინა არ დაარქვა. ხო. რადგან მე და ეს მამუკა დაარქვეს. ხო. 9 თვის თავზე დაიბადა ზუსტად და მაგითო. მოვედი, მაგრამ შენ არ მოხვედი სკოლაში კრება რო იყო დღეს. დაიმე როგორ დამავიწყდა დღეს იყო კაცო ეკრება. ვა ბლოკნოტში არ გიწერია ინგა? თუ ეგეს დაგავიწყო მან დროუნე ჩაგეწერა. დღეს იყო და დამრიგებელმა მითხრა რომ უპასუხისმგებლო ხარ და შენი მშობლისგანაც უპასუხისმგებლობაა და მეტი არაფერიო. ეხლა ნამეტანი მოსდის მაგას. დაურეკავ ხო დაბელაპარაკებ მე სად არ ჩემი ტელეფონი. ინგა მეც გავალე ახლა საჯელს გავაკეთებ გვანცამ შეიძლება გამოიაროს და დავახვედრო ბავშვს რამე. კაილია შემოგიბლი საღამოს. კაი გადავრეკო ერთი მეც. თავის თამდრეკავდი. უცახა ნორლარინი ჩამივიდა ლიფტის შახტაში. ლამის მიც გავყევი ისე დამენანა. რა იყო მიმოქცე მაგორლარიანს? იგი თუ ძირფასი იყო შენთვის? არა, უბრალოდ ყულაბაში ვნე ჩამეგდე, მე ხო ფულს ვაგროვებ კურსის სპენებისთვის, ცოტა გამაკლია. გოგო ყულაბარა ვაქ როგორ არ გახსოვს? იმ დღეს რო ვიყავით ამასთან და გოჩის ყულაბარა ქონდა. რამდენია ჩხაკუნა ეგეც გემახსოვრება. თუ გაიგეთ ეგ ჩხაკუნი გეთქვა თავის დროს, ან ჩაგეგდოთ ლარიანები და გავჭერდებოდი. მოიცა რომელი კურსასმენებია ეგ? გველიცოიდან უნდა გამოუწირო რო თქვი? ხო, ეკა. შენთვის მაგარი ამბავი მაგ. CTP-ის კრიპტოსაფული შეგიძლია გახსნა 1 2 ან 3 ოქტომბერს რა და მიიღებ 10 ცალ USDT-ს, ანუ $10. მე დამატებ შენსასაც, შენ ფულსაც და იშოპინგებ ველისტორზე. თვითონ მაგ კრიპტოსაფულით შეგიძლია რომ იშოპინგო. ძალიან გაიგო ეხლა რაც აუხსნი. რა ტერმინებით ელაპარაკები, ხო იცი რომ ჭედავს ინგლისურში. ამას ამბობს ის, ვინც გუშინ past continuous-ი ვერ გაიხსენა ლექციაზე. მაგიტომ მიიღე ერთი ქულა. იომერიკო მიყვავს ინგლისურში, თუ კიდე ჩაგწერთ მაგარ ჯგუფში. რედროს ინგლისურია, მე მგონი გავიგე ყველაფერი. ესე იგი გახსნი CTP-ის კრიპტოსაფულეს და იშოპინგებ. $10 კი წამეხმარებოდა. გაგიგია ყველაფერი. ძალიან კაი. ოქროაშულს თუ აქ ნეტა გახსნილი. მე რა ვიცი, ოქროაშული რაში გაინტერესებს? ეს ზიარა ხარ. ბოლო ერთი თვე მეჯიბრება ტიპის თორებში. მოიცა გულზე უნდა გავხედკო ეხლა ერთი წუთი. ნახებ ხოსერ დავწერე ყველაფერი. სკრიპტო არა თეკლა, კრიპტო. კაი ჩავესწორებ. ინგა ნამცხვარს ლიასთან მოწყობ თუ ჩვენთან? ლიასთან კაცო ისეთი ბისკვიტი ამოყავს მაგის გაზიზღუმელს, რომ სიას ჩახედე მიდიშე რა გიწერია მანდ. მოიცა გიტყვი ნოუთებში მქონდა ჩაწერილი. შუალედური კონსპექტი მაღლივი ჭოლის სამსა. აი აქ არის ნამცხვარი. ესე იგი ერთი ცალი შაქარი, კალეთ აიღე ხელში. აჰა, შაქარი ავიღე, ეს ვანილი. ისუნი აქ ამას. კვერცხი ხო გვინდა? კი 10 ცალი. ხო, ეგენი იქით არის. ვა, თიქ შენც აქ ხარ? რა შემოხვედით უკვე? გოგო მოვედი ხომ არ დეჭმა სახლში ამოდიოდ ჯერ და მე საღამოს გავიდეთ თუ გინდა. აუ გოგო კი მეზარება დღეს, ნამცხვარს ვაცხობთ ლიასთან. ნუ ესენია ცხობენ მე უნდა უყურო. გოგო მომისმინე ახლა რო ავალ სახლში მოგიყვები რაც გავიგე ბექასი დანენოზე. ხო თქვა მოხლა მოსმინე არ დამოყვა. ინგა ძლივს გიპოვი ამ სტაფილოსფერ ფასებს დაძებ თუ რასაკეთებ? გოგო, ისედაც სტაფილოსფერი დამწვანე ფასები არ არის ყველგან, ისეთი აქციები კლუბის წევრობაზე. მისმინე მანდ ბრძე გვიწერია. რძი, დაიცა. არ წერია. ხო, კაი, მაინც ავიღებ ბახველებს ომარიკოს და დავალევინებ. ომარიკოს როდის ახველებს? კაი ხო, არ ახველებს, მაგრამ ისეთ ფასად არის, რომ სამომავლო ხელებისთვის ავიღებ. კაი ხო, ჩადი. თეკლე კიდე აქ შემოხვედი, რამე და გავიწყდა? ანუ შანსი არ არის საყომდი ვერ მოითმენდი აქ ჭორი რო არ კითხე, ა? ესე იგი ბეკას თურმე გუშინ. დაიმე ლელა ისეთ უნდა მოგიყვე, ხა შეიძლება გაგიჟდე და გააფრინო რა. გოგო, მომისმინე. ამას წინებზე რომ დაიწერა ინფორმაცია შენ თუ გახსოვს, ღარიბაშვილი მოხვდა კლინიკაშიო. გეხსოვნება შენ. მაგაზე ხანის ვერსია დაწერეს რაღაცა კლავი დაიზიანა ვარჯიშის დროსო ხან მხარი გაკრა ფეხბურთს თამაშობ 1000 სისულელი რა ნუ ეხა ის რაც ხალხს მოუგდეს ჩემი ნათესავი ნუ ოჯახის ახლობელი დავარქვათ მუშაობს მაგ კლინიკაში ეს ქალი და ჩამიგდო ფურცელი აი ეს აი დასკვნასაც წერია ხოლმე ხა იქ მე მაგათ ტერმინები არ ვიცი ფორმა ასია თუ რავი რაცა რო გაწერენ პაციენტს ხო წერენ რაღაცა დასკვნას და მაშინ ამ ფურცელზე წერია რომ თურმე ეს მხარი მართლა მხარით კიოდა ხა ადამიანს ტყუილი არ ყოფილა და თურმე გოგო რა ვარჯიში და რა ფეხბურთი
ასეთი ჩანთა როა, ხო, იცი გადასაკეთე ჩანთები, ეს სპორტული დიდი ის. ხო, აი ასეთი გადასაკეთე ჩანთა ქონდა გოგო და თურმე სავსე ქონდა გათეთრებული ფულით. აი ეს 600 თუ 700 მილიონი გაათეთრა ახლა მაგან და ამ სიმძიმე იქნებოდა თურმე აი დაუკაჩია თურმე აი საშინელ მდგომარეობაში ქონდა მხარი ვერ ამოძრავებდაო ექიმმა თქვა. თვითონ ამ დოკუმენტზე ხა ეს დოკუმენტი ჩამიგდებს თუ არა ფოტოს ველაპარაკებოდი და იქნება იმას ავქნა უთხრა არ თქვა არსად ხა შენი ჭირი მე რა რომ რაღაცების არ მოხდეს ხო რა ვიცი გოგო არ მოსულა სკოლაში იაჯა ინგა რა არის ჩანდარ გოგო გაჭედა ამონა ჩანხარ დედა ჩანხარ ნუ ყვირი ხარ კაცო ისე მელაპარაკე სადა ხარ შენ მაგრამ შევარ გამოსული წემალზე და ესე იგი ამობობების ესე იგი ამას ქსელებს ვერ აუდივალაკა და არა უშავს კაცო გამოუცი ცოცხი და ეგ იქნება მე რაღა თქვა ბრძესთან გავარ ამ სიცხეში ამოვიგუდი ამ გასთან რა გუშინ ყავდა ომარიკო გალონპულები მოვედა არის წვი მამანდე გუშინ ვაიმე ისეთი წვი მაიყო აქ რომ ომარიკო ყავდა დიდი ცოტა ხანი გასუყურე რძე მიდგას არ გადმოვიდეს დაიწყოს ერთი სკოლა რა ინგა ხოლმე დიხარ ხოლმე აქციაზე ვამბები არის ქალაქში გავდივარ კაცო რას ლაპარაკობ ხვალ შევიკრიბებით იქ უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ჩავალთ მე რუსთაველზე ვაიმე ნეტა იწოდე ასი აქციებს რომ მივდივარ ხოლმე გაფრთხილებული მყავს მეზობლის ქალი უტოვებ ხოლმე ომარიკოს და იცი შენ ეგ ქალი იმაში მუშაობდა ცირკში მუშაობდა ხოლმე იმ კლოუნებთან და იმეებთან სულ დადიოდნენ და რაღაცა რა ვიცი ფოკუსები იცის გიждდება ეს და არ გადმოვიდეს ეგ აქ რა მოხდა ანეკითხავ ნადიბანძეზას სწორ პროგრამატები თუ იცავდა ამ ოცნებას სწორება განათებია და ისე გახარებული არ სოფლის მღვდელი აზე არა გუშინ დედა რას ამბობ რა ვიცი მათალზე მეტად ვინმეს თუ უყვარდა ოცნება არ ვიცი მამა მარჩენალსაც არა მე მგონი ხო და იქ მამა მარჩენალი არის მაგათი გინება რომ გაუძო ოჯახში უყვარ ის ზაზა არ გამოვიდონ იქიდან ეშინიათ გერმანიიდან ამოვიზოს თუ დაერხაო და გამოდით ერთი წევენ კემენე აი მე წიოკი მეტი მენახოს მეტი დედა გადმომივიდა ეს რძე ბიჭო რისთვის დაგაყენე აქ ვერ გავიგე დედა გადმოგირეკავ ცოტა ხანში რა ვერ დაინახე ვერ გავიგე გოგო ნუ ეთხობები ბავშვო გოგო დედა არ გავთიშეს და არ ვეჭხუბები ხო არ ვეჭხუბები ლია ის თვაფლის ადიყიდე გოგო შენ მაჩვენე ერთი რომელია 3 დღე მაგაზე მელაპარაკება ბავშვი გამაგიჟა რა აჭამე ეგეთი აი ეგენი უკან ამხარესებს მწვანე შეფუთვაში მეც უნდა ვიყიდო დღეს აქციაშია მანამდე აქ შაქარს ავიღებ ხვალ ჩემი უნდა გავაკეთო ვაიმე აკეთებ უკვე და მე ისე შევსდი შარშარო არ გავაკეთე რა ეხლა ვფიქრობდი მეთქი კლიავი ჯემი ხო არ გავაკეთო თქო უყვარს ანასტასიას და შაქარს კიდე რა ნახევარფაში ვგულობ ხომ მე ვორნაბიჩი დაილოცოს ამათი ბარათი ვაიმე ეგ არ გამახსოვდა როგორ ეჩხუბე გუშინ მაგ ბარათის გამო გოგო ომარიკოს აბა რა გააკეთა გოგო შაქარი და პური რო იყიდე ბარათი არ უნდა გამიტარო 4 კულა დავკარგე ხო უნდა გავხდე კაცო კლუბის წევრი აი ეს ცეხვიც უნდა ავიღო კუბიკებად ჭრი ხომ ჩემი გვანცარო მომდის და პიცაზე ვაყრი ეს უყვარს რომ ხო ზოგავ კაცო ადამიანი დაზოგვას რა ჯობია მამა ჩემს უყვარდა დაზოგვა იმდენი ზოგა რომ კი მაგაგერ 60-ხიანი გლდანში ხო მეც გას გავარ სულ სვანაიდი კაცი იყო ის აბარა უია კარგი ბანანებია ხომ მე წამოავწონოთ მიდი აწონე შენ აგერ ვიდგები სალაროსთან რიგში ამ ბავშვის მერე აი მინე და ამ სალფეტკებზე და საპნებზე თუ აქცია არ წერია ხო ეგ კულებზეა ქალბატონო კულები ნახონდეთ გადაცვალოთ მერე მაჩვენეთ აბა ტელეფონი ამდენი კულა გაქვთ მაგას უნდა 200 ხო ვაიმე არა ქალბატონო 8 კულა გაქვთ სულ აი ეს რამდენი ღირს 24 და 75 ბარათი გამატარებინე არ მაქვს ბარათი არ ვიცი დედა მე გავატარებინე ბარათს რა პრობლემაა კაცო ჩვენი მეზობელია გიორგი თედო მქვია თედო ხო ლია მოდი აქეთ ვარ 25 კულა დავიდრი დე ხვალ გეწყებათ ფეხბურთიო მასწავლებელმა ახალ ბავშვებს იღებენ კიდევ მიიღებენ ომარიკო აბა რა იქნება ამ ხელა სტადიონი აიღეს კაცო სულ დავათვალიერე ყველაფერი ხო იცი განათებები ახალი ბადეები ახალი ბალახი ახალი კარგად გაუკეთებიათ უკაცრავად ახლები ხართ თქვენს ახალი ოყური მოვკარი პირველად მოვიყვანე მეც ბავშვი და უნდა ჩავწერო ჩვენ არა ჩვენ ერთი წელია დავდივართ უკვე ხო უი თქვენს დადიხართ ფეხბურთზე არა კაცო რა მე დავდივარ ბავშვი დამყავს არა დავდივართ რომ თქვით ეგ გრამატიკულად არასწორია მე ფილოლოგი გახლავართ გასაგებია აი აქ უნდა ჩაწეროთ ეს არის მწვრთნელი ბავშვი მიიყვანეთ გმადლობთ ომარიკო მოდი აქ ამ ბავშვთან არის მეგობრად თორე გამოგიყვანეთ და ფეხბურთიდან გიო მოდი აბადადექი კარებში პენლებს დაგირწყავ გიორგი მასწავლებელო ერთი წუთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება
ჩვენ ზბორებზე როდის წავალთ? რა ზბორებზე ქალბატონო ჯერ ვარჯიშები არ დაგვიწყია ნორმალურად და ეგ ადრეა ჯერ. ნუ ხა ზოგადად ადრე არასოდეს არ არის ჩემო კარგ, მაგრამ ნუ კაი. ინგა შეცახარ, ვაიმე საზონაში დაგხავს გოგო ბავშვი, ვერ წარმოვიდგენდი. დაიმე ლელა აქ ხარ შენ? გოგო საზონაში დამყავს მეც ბავშვი და ეხლა აქ რო გახსნეს ეს ფილიალი გლდანში გადმოვწერე აქეთ ბავშვი. ხო. ხო, მეც რო წავიკითხე, რომ გლდანის მანეჟის უკან იქნება ესე. ისე გამიხარდა, რომ ეს ხო ჩვენი корпуსია. ხო, ჩვენ საქმე არ ვართ გოგო 10 წუთში. შვილო, ომარიკოს ვაწავიდა. ეგენი შაურმებზე წავიდნენ. რა შაურმებზე წავიდნენ, კაცო? ვერ არის ეგ ბავშვი რა. ომარიკო, საწახვედი ვერ გავიგე შენ. დე ბიჭები წამოვედით შაურმაზე. მე ფული საიდან მქონდა ვერ გავიგე. შენი ბარათი მე მიდევს ტელეფონის ქეიში. მოხვალ შენ საჭი. წავედი ლელა უნდა გავიქცე. მიში მომტენა ინგამ შენი საყიდლები. რა უნდა ვიყიდოთ? მიწერია სია. 6 მათემატიკის როეული, 4 ქართულის, 3 კალამის, 3 შავი ფანქარი და ფერადი ფანქრები. კიდე 1 საშლელი, სათლელი და პენალი რო ეგენი ჩავაწყო. შეუფეთურება სკოლის ამზადეთ მზითვები. რა ჩვენი? მოიცა პენალი ხო გქონდა შენ? ის დედამ აიღო, ძაფები და ღილები ულაგია შეგნით. შენ ხო თქვი რომ ქეშბექიაო და არ დაიხარჯება ბევრი ფული. ხო, თბილისის მოსწავლისთან ახალი ბარათი თუ გადაიხდი და თან 18-23 წლის ხარ, 40%-იანი ქეშბექი გექნება 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით. საკანცელერო ნივთებზე და რაღაც ტანსაცმლის მაღაზიებზე, მაგრამ ტანსაცმელზე იგამ წაგიყვანოს. ხო, ტანსაცმელებზე სულ დედას მივყავარ ხოლმე. რა ცუდად რო ყოფილა დადეგებიდან სკოლამდე. მან და ქართულის როულები მანახე. არ გამაგიჟო სპაიდერმენის როული აღარ იყიდო ეხლა, გაიზარდე ცოტა. კაი, ხო, მაშინ მანქანიანებს და მოტოციკლეტიანებს ვიყიდი. ეს ფერადი ფანქრებიც ავიღოთ. რა ფასიანებია? ეს 5 ლარიანი, ესენი 18. აიღე ეს 5 ლარიანი. დიდი მხატვარი შენ ხარ ახლა. ანასტასია, ქეშბექი რამდენია გეყოფა შენ საყიდლებზეც? და 750 ლარია მაქსიმალური 1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით ქეშბექი. მაგრამ სტუდენტებს მე კიდე ძალზე ვიქნება. 6 სექტემბერს 150 ლარიანი ლიმიტი ისევ 40%-იანი ქეშბექით. ხო ინგა. ანასტასია მათემატიკის როული არ იყიდოთ ყვავილებიანი ღიზიანდება მასწავლებელი. რა ღიზიანებს? რა ვიცი ახლა გაუთხოვარი ქალია. ანასტასია, ნახე, ჩვენ მეზობელ გიორგის გავს. ავარჩიე ყველაფერი და მოდი გადაიხადე. გამარჯობა, იგინი გავატარო და თბილისით გადავიხდი. ხო, ქეშბექი დღეს. დიახ არის, პარკი გნებავთ? კი, გნებავს.